გავახოთ. დავაჩ. დაიქოქა ხალხო დღესაც. გამოვედით სასიარო, რამდენიმე ლოკაციიდან წავიდეთ და ეს რაღაცა დამოყამ. რამდენიმე ადამიანმა მკითხა ისაო მართვის მოწმობა მართვის მოწმობა რომ არ მქონდეს მანქანა დამშრებოდი ან ჩემმა გამომწერებმა იციან რომ აქვს მაგრამ ნუ ვინც ახალია ან ვინც არის ის და რაღაცა მე რომ მართვის მოწმობა არ მქონდეს მანქანაზე არ დამშრებოდი ეგ არ არსებობს ჩავდოთ ბეჭი ასე რომ და ესეთი ამინდის ყოველთვის ძალიან მეშინოდა მაგრამ ყველანაირ ამინდში ყველანაირ ადგილას ყოველთვის ყველგან და ყოველთვის უნდა შემეძლოს ტარება აქედან გამომდინარე ვაპირებ რომ ყოველ დღე ვია როგორ შინდა მიწერეთ რომ მასწავლებელი აიყვან მასწავლებელი არ მიგახალ ხო უბრალოდ ეს ყველაფერი ვიცი უბრალოდ იმდენი წელი არ მჭდარო რომ ანუ გახსენება მჭირდება უბრალოდ გახსენება მჭირდება სასწავლი არ მაქვს 2 წელი დავდიოდი მე და ვიცი განა არ ვიცი ტარება ვიცი უბრალოდ კარგად მაშინაც არ ვიცოდი მაშინაც დილეტანტი ვიყავი და ეხლა მინდა რომ ისეთი მძღოლი გავხდე კარგი აი ქალი რომელიც მანქანას კარგად ატარებს ნუ კაცი მძღოლები ხო ამბობენ რომ ეს იშვიათობა შემოვიდა იქიდან მანქანა, მაგრამ არ ვაქვს ყურადღებას, ეგ თავის გზაზე მიდის და ჩემგზაზე მივდივარ. ადრე უფრო მეტად მეშინოდა, ეხლა რასაც ვაკვირდები. ეხლა ისე არ მეშინია, ანუ ეხლა უფრო თავდაჯერებული ვარ, მიხედავთ ისა, რომ მაშინ სუიჯექი და ეხლა რამდენი ხანი საჭუს არ გავკარები ვარ მანქანა. ზოარი ერთი ისა ტალახის და აპრილობის ბუდე აი აქ ეს გავია ტალახში ოჩავდი ნელა გადავია აი ფაყენია მანქანები ეს გამოწვევად გვერდით აუ რაკაია ასასე თავი მტკივა მისკდება ისე ასე რომ გავია რომ იმას ხარ გავდებ თავი მისკდება ისე მტკივა ტოლაკაციური ვარ და ალბათ სხვა ვერ არაძალა გარდა მანქანას დაჯდომის ახლა კარით ვერ გამიყვანთ საწოლში წოდის ამინდი მით უმეტეს ჩემთვის კი მიყვარს კარგად რომელი კარგად ავარდი იმის და საერთოდ კარგად გავდი აი ეს დროს უნდა გავიდე ხოლმე სანამ პიკის საათი დაიწყება ჯერ ხალხო პარალელურ პარკირებაში ჩავაყენე მანქანა სადაც ვიყავით გუშინი იქ ეხლა ვნახოთ აი როგორ ჩავაყენე ცოტა ტრაკი გვერდზე აქვს ცხვირი წინა მაგრამ მაინც არ აუშავს და აქ ადგილი აქ არავინ არ არის
მოვედი ხახო და იცით როგორ ვარ, აი ძალიან დიდ სტრესს რო გადაიღო, ხო იცი, ხელები რო ესე, კი არ გიგანგალებს, შეგრძნება გაქვს რო გიგანგალებს და იგული რაღაცნაირად, კი არ გიცემ რაღაცნაირად გაქვს, არ ვიცი როგორ თქვა, უცებ რაღაცა რეაქცია გაქვს რაღაცაზე რა, გეცოდინებათ რას ვიძახი, აი ეს სტრესის შემდეგ ესეთი განცდა მაქვს გაყინული მაქვს ხელები. ჩავედით ვაგზალზე, იქ დავაყენეთ, მე ზევით ავედი ზედა ქუჩაზე, იქ მოვაბრუნე, ჩამოვედი, მე ვითომ ბელასორტის ყიდვა გინდაო და საზრუნაში მივედით, მე იქ მოვაბრუნე და მოვედი. ჩემი მინუსი ასე ვთქვათ, ეხლა რაც არის აუთავიანდი და ამათ კი არა. ჩემი მინუსი ახლა ის არის, რომ ისა იმას შვები ანუ ვნელდები რეაქციაში, ანუ აი წასასვლელი რო ვარ, ვაყოვნებ და მე მივდივარ, აი მანევრირების დროს და მაგ დროს მე ის მეორე უკანა გვერდით უფრო იბნევა რა და ამჯობია რომ ადგე და წახვიდე უფრო დარწმუნდა არაფერი ხდება და წახვიდე, ვიდრე ნელ-ნელა, იმიტომ რომ უფრო სახიფათო არის ეკო და ეხლა მაგაზე მაქვს სამუშაო. ჩემთან ერთად. ნახოთ აბა, ამ ხანში მექნება იმის გამბედაობა, რომ მარტო დავჭდე. ახლა ჯერ არ მაქვს. ეს მინდოდა. მომნატოლებია. ამდენი ხანი არ მჭამია. დოგიან რამე წარი მოხდება. არ გვაქვს. ამიშავ პლუს მეჩვენება კემო შეეცვალა. ესეთი აქ როგორც ქონდა, განსხვავებულია. ყავა ნომერი. აღარ ვიცით რამდენი. Починять только мне. Sorry. ახლა ამ ყავას დავლევ. იქ ჭადს ვიცხოვ გრილში. ჭადს გამოვიცხობ ყველით და ტყემლით შევჭამ და მე უნდა ჩაგიწეროთ ვიდეო, რატომ ვიყიდებ მანქანა ამ სათაურით. და მინდა რომ გითხრათ, კი არის ჯერ არა ვინ გამოჩენილა, ვისაც ეგ უკითხავს, მაგრამ მე თვითონ მინდა ვთქვა, მიზეზი ავტორ გამოჩნდებიან. მაგრამ კი არ მაინტერესებს, ანუ მე თვითონ მინდა ვთქვა მიზეზი თუ რატომ და მე მგონი ბევრი ქალისთვის იქნება ეს ისეთი, რომ თავისთავი გაახსენდება და გამოძახილს პოვებს მათში. დააწერეთ კომენტარებში თუ ასე იქნება. ეს გისტები ამაზე. შეიძლება ხავესაც 9-8 არ გიყვარს, არ მოგეწონათ. მე ვიყიდოთ. არ მინდა.
გოგოები ლაპარაკობენ ბავშვების სკოლის ჩატში, მშობლები. სკოლაში დაფიქსირებულა მუნი. მე არ მქონია არასდროს. მე ახლა ეგ გადაგვედება. ის ხო ქონდა ბატონები, მაგას შინელება იყო. ძალიან შერტულად გადავიტანი. ნასაკში ხო პროფტულად გადავა. მაგრამ არც ამარ გაიტანა ადვილად. მე მგონი ვირუსი შემეყარა. თავი ხომ მთელი და მისკდება და ასე მკვეთრი მოძრაობების დროს თვალებში მიბნელდება. დავწეხი ახლა ცოტა ხანი. ხარი ღამის 10 საათი. მე მაქვს ვახშამზე დაყოლება. კვერცხი შევიწვი. ეს არის ახალი ხილის ჩაი, რომელიც აქ მიგდია და ვნახოთ როგორია. ნახეთ. აქ ჭადი გამოვაცხე წეღან და შიგვე შევიწვი კვერცხი, ზემონა ყველი აქვს, პომიდორები. იკა მოვიდა და ჩვენ გვაქვს უყურებს. გამოწერილია, დღეს ჩამოვიდა. აქ მაქვს შავი შოკოლადი, ეს ჟელე და ხალვა. რომლით დავიწყო არ ვიცი, ალბათ ამ. მამა, დედა, მიდის პუდინგი ჭამე ახლა რო გამახსნევინე ბოლომდე დაამთავრე, იმიტომ ჩემთვის ვიყიდე. და იქ არის და ხვალდინას გახსნილი. მოდი აი იყვან თუ გინდა. თუ გინდა მეშევჩე. არ მინდა. არ უნდა დატყუილა. მარი მასუქნა. უსკინდა. უნდა ეცოდა რომ ჩემი იყო. აგინდა იკა. დატკბები. მარტივარი მართლაცარიელი. მართალია. შეერთო. უხმესი მადლობა ყველას ვინც გაიძინა ჩემი სახალო ყველას. ჩემ შავს დაიტანა. ვისაც გული გაუსკდა, მათ ეგეც ეყოფა. მწუხარება სხვის სიხარულზე და ვისაც აკულში. და ვისაც გაუხარდა კიდე, ვერ ბედნიერება. მან ჩემი ბაყბაყი გონი რამდენი სტაფილო დაისჭამა. დააგდო არ უნდა დაის. მოკლედ გოგოები და ყლილები გაწეცილები გაჩიჩილები დავწექით ახლა. ვაპირებთ დაწოლას არიან მინდა ვიდეოს ამ ვიდეოზე ჩაწერა კიდე რაღაცის თქმა, მაგრამ ამას ცი უნდა და რა ვიცი მოახერხებ თუ ვერ მოახერხებ თუ მოახერხებ კი აი დილამშვიდობისა აბა როგორ ახართ როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ დილის ვლოგი მეორე ტელეფონში დავიწყე და მეორე ტელეფონში მინდა ვისაუბრო რაღაცა თემებზე და აქ ამ ვლოგში მინდა რომ ვუპასუხო ერთ კომენტარს რომელიც სხვათა შორის არ არის ხოლმე, ანუ ხშირად არის წერება, მაგრამ
ესეთი რაღაცის გამო განმსჯიან ხოლმე მე და მოკლედ აი ამ თემაზე მინდა რომ გესაუბროთ, რომლის გამოც განმსჯიან ხოლმე გუშინ ესე იგი მანქანა რომ ვატარე მე მოვედით სახლში და გადავიღე ფრაგმენტები და ეს ფრაგმენტები მაქვს შეგროვებული ვიდეოს სახით და რომ გადავიღე ეს ფრაგმენტები მაგან გამახსენა ეს კომენტარი, იმიტომ რომ იცით ადრე ეგონა ხოლმე ხალხს რომ ვჭამდი ან ყავას ვსვავდი ეგონა ხოლმე ხალხს რომ მთელი დღე ანუ ვიდეოში ხო არის ყველაფერი ერთად და იმათ ეგონათ ხოლმე რომ ყველაფერი ერთად ჭამე და ვსვი მაგრამ აქ მაქვს გადაღებული აი რომ მოვედით მაშინ რომ დავლიე ყავა მე გავიდა დრო კიდევ ჭამე მე გავიდა დრო კიდე დავლიე ყავა მე ვივახშმე მე კიდე დავლიე ყავა და აი ეს ყველაფერი 12 წუთშია ჩატეული რა და რატომღაც მეგონა ხოლმე რომ ადამიანები ხვდებიან იმას რომ 2 წუთში ერთხელ ყავას ვერ დალევ და 2 წუთში ერთხელ საჭმელს ვერ შეჭამ და ეს ბუნებრივია. ასევე მეგონა რომ ადამიანები ხვდებიან რომ ერთად, ანუ ჩვენ რომ ერთად ჭამთ, ერთად ვლოგებს ვიღებთ, ანუ თქვენ რომ ჩემს სახლში ხართ, ამას უსხო დატვირთვა აქ და ესეთი კითხვები მეგონა რომ არ იქნებოდა ხოლმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე ძალიან ხშირად და დიდი ოდენობით არის ესეთი კითხვები, მინდა რომ აი ამ კითხვა არა, კომენტარი, ამას უპასუხო. თამარ ჭიჭიკოშვილი ძლივს წავიკრე ინგლისურ ასოებით წერია და ძნელად კითხულობდი. ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ რა არ მომწონს იცით? წინადადების აზრს ჩაწოდეთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ რა არ მომწონს იცით? მთელი ბავშვობა მასწავლიდნენ ჭამის დროს საუბარი არ შეიძლებაო. თქვენ რამდენიმე ვლოგერი ჩართავთ ვიდეოს და ჭამთ, ხშირად ისე საუბრობთ, მოსმენის სურვილი მეკარგება. აქ პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, ნუ დიდი მადლობა. თუ როგორც ადამიანი მოგწონვართ, იმიტომ რომ ანუ ერთ წინადადებაში იყო ის რომ კარგი გოგო ხარო და მე იყო რა არ მომწონსო და ხა იქ ბუნებრივია. მთავარი რომ კაი გოგო ვარ. ანუ შეიძლება შენი შვილი, შენი ქმარი, შენი დედა, მამა, და ძმა, ანუ ყველაში არის რაღაც, რაც არ მოგწონს, ანუ არ არსებობს ადამიანი, შვილიც, შენი თავიც, ხო? ანუ ვინ ხართ ისეთი, ვისაც საკუთარი თავის მოგწონთ ყველაფერი. ანუ რა ვიცი, ეგ თუ არსებობს ეგეთი ადამიანი, პრობლემები აქვს, იმიტომ რომ რეალურად ნორმალური აზროვნების ადამიანს ყველაფერი არ შეიძლება მოწონდეს, ხო? საკუთარ თავშიც კი, არა თუ ვინმე სხვაში. და ეგ ნორმალურია, რომ შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს და არ გესმოდეს, მაგრამ ეხლა მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბრო, რატო ვჭამთ? რატო ვჭამთ ვიდეოში? ანუ მე ვსაუბრობ ჩემზე. რატო ვჭამთ მე და თქვენ ამას გულისხმობ? ანუ სხვების ალბათ ამიტომ აკეთებენ, მაგრამ სხვების ნაცვლად მე არასდროს არ ვსაუბრობ და ვერც ვისაუბრებ. ამიტომ ჩემსაც გეტყვით, რატო ვჭამ, რატო ვსვავ, აი ხა რატო არა, საწყულში ვიდეოები თითქმის არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ეხლა არავდეგი მინდოდა რომ ამ ფორმატში მეპასუხა ამ ემისთვის, ვიდეოსთვის. ანუ რეალურად ნახეთ, თქვენ გასწავლიდნენ, რომ ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება, ეხლა საიდან გამომდინარე. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ მე არ ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ერთი ის არის, რომ ჭამო და რომ სრულად იგრძნო საკვები, იგრძნო ნაყროვანება, ამისთვის საჭიროა, რომ მთელი შენი ყურადღება და მთელი შენი კონცენტრაცია გქონდეს საკვებზე. და როცა ლაპარაკობ, ან როცა უყურებ ტელეფონს, ან ტელევიზორს, ან კითხულობ წიგნს, ამ შემთხვევაში აქ ზაფხულს. ანუ ისე ვეღარ აღიქვავ ამ მომენტს რა, ანუ ყვების მომენტს ვიძახი. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აქრენ მომავალია ის, რომ მაგალითად გასწავლიდნენ, რომ ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი სუფრის კულტურა. სუფრის კულტურა, სადაც ძირითადი ადგილი მას კი არ ენიჭება, ну, რა თქმა უნდა, ხა გემრიელი საჭმელები ძალიან გვყვარს, ქართველებს და საოცარი სუფრა გვაქვს, მაგრამ ძირითადი მაინც დატვირთვა ენიჭება იმას, რომ ეს არის ერთად დროის ტარება. და ეს ერთად დროის ტარება ჩვენ გვიყვარს, ხო? და ანუ
ჭამის პროცესში თან ვურთიერთობთ. ნუ მე ვფიქრობ, რომ ეთიკეტი არის აი ძალიან ცუდად ვიტყვი და ვისაც ყურში ცუდად მოგხვდებათ ბოდიშს გიხდით. მე ვთვლი, რომ ეთიკეტი არის ზედმეტი ტრაქში პერო, ანუ ზედმეტი თავის გამოდება. მე ადამიანი რაც ვარ, ეს ვარ და როგორიც ვარ, ასეთი ვარ. მე თუ როგორც ვჭამ კამერის გარეშე, ასევე ვჭამ კამერასთან. მე როგორც ვჭამ ხალხში, ანუ ვიძახის სუფრაზე, ასევე ვჭამ თქვენთან. ნუ შეიძლება სუფრაზე უფრო მორიდებული ვიყო, მაგრამ ეგ ადრე და ეხლა ვცდილობ, რომ ყველგან ვიყო ის, ვინც ვარ. იმიტომ რომ რეალურად ეს არის შენი თავის მიუღებლობა და ეს უფრო დიდ ზიანს გაყენებს შენ და ის თუ როგორ ჭამ, არანაირ ზიანს არ გაყენებს შენ. თუ ვინმეს არ მოწონს, ეს იმის პრობლემა, ვისაც ეს არ მოწონს და არა შენი. ხო ხვდებით? ნახეთ რაშია საქმე. მე რატო ვჭამ და რატო ვსაუბრობ? ანუ ჩემთვის ეს არის ურთიერთობის ფორმა. ანუ მე რომ ვლოგებს ვიღებ, მე არ მაქვს ფორმატი, რომ დავალაგე გარემო, დავალაგე ფონი, ჩავსე განათება, ჩავსე მიკროფონი, დავჯექი და დაწერილი სცენარით გესაუბრე თქვენ. ანუ ჩემი ფორმატი, ჩემი ვიდეოების ფორმატი არის ჩემი ცხოვრება. ეს არის ის, რაც ჩემთან ხდება და მე მინდა, რომ ეს რაც ჩემთან ხდება, გაჩვენოთ მაქსიმალურად ბუნებრივად, ისე როგორც ხდება. და როცა მე ვჭამ და თქვენ ამ დროს გესაუბრებით, ეს ხდება ანუ პროცესში, მომენტში, ანუ ეს უფრო გემრიელია, ვიდრე უბრალოდ რომ დავჭიდე და ვისაუბრო. ჩემთვის ასეა. ანუ მე ასე უფრო სიამოვნებით ვუყურებდი. მე როცა ადამიანი ყავას თვალს ან ჭამს, იმ მომენტში როცა ადამიანს ვუყურებ, შეგრძნება მაქვს, რომ მეც მასთან ვარ და ანუ მე რო უყურებდი ხოლმე, მეც ვიკეთებდი მაგალითად ყავას ან ჩაის და ჩემი ბევრი გამომწერი და მაყურებელი მეუბნება ხოლმე, რომ აი ყავა შენთან ერთად დავლიე და ძალიან მიყვარს და რაღაცა. ანუ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვართ, ჩვენ მაინც ვიკრიბებით, ხვდებით? ვიღაცა მიიყურებთ მაშინ, როცა ჭამს და ისვენებს. ხო, მეც მაგალითად შეიძლება იქ გარეთ ვიყავი, მანქანა ვატარე, ან ნებისმიერ რაღაცა საქმეები გავაკეთე, დავიღალე, დავჯექი, რომ სული მოვიჩქვა, ყავა დავლიო, შესვენება, კოფე ბრეიკი მაგას ვთქვათ, შესვენება მაქვს და ამ დროს თქვენ როგორც ჩემს მეგობრებს, როგორც ჩემს დაქალოჭკებს, როგორც ჩემს აი მეზობელიო შემოვა შენ სახში, როგორც შენ ხარ რა. აი ეგრე გიღებთ ჩემი ცხოვრების კარს, ოღონდ აი ასე ვირტუალურად და გიშვათ ჩემ ცხოვრებაში და ამას გაჩვენებთ ისეც როგორც არის, მე ეს მიყვარს. მე ეს მიყვარს და ჩემთან არის ის ადამიანი, ვისაც ეს უყვარს. ვისაც ეს არ უყვარს, შეუძლია უბრალოდ სხვას უყუროს, იმას ვინც სხვანაირად აკეთებს, იმას ვინც, ანუ მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მაყურებელი გავს იმას, ვისაც უყურებს. ანუ რატო უყურებ? იმიტომ რომ რაღაც გაქვს საერთო, ხო? აი შანსი არის, მე ვიცი ხოლმე, ვინც ვისი მეგობარია, ისეთია, როგორც მისი მეგობარია. მითხარი ვინ არის შენ მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ, ზუსტად 100% ეგრეა, ხო? ვინც ვისი მაყურებელია, ის არის თვითონაც. ანუ მე არ ვამბობ, რომ სრულიად ის არის თვითონ, მაგრამ მე ვამბობ, რომ შენი ძირითადი ფასეულობები და ჩემი ძირითადი ფასეულობები თუ ემთხვევა, მაშინ მე და შენ ხარ ჩემი მაყურებელი და მე და შენ ერთად ვცხოვრობთ ჩემ ცხოვრებას. თუ ეს ასე არ არის და რაღაცა სხვა მიზეზით მივიყვებ, ადრე თუ გვიან ეს ადამიანი ჩამეხსნება. ეს არის დროებითი მაყურებელი. მე დროებითი მაყურებლის გამო, კი არა, ვერავის გამო ამ ქვეყნად. რა ფონი? ვერავის გამო ამ ქვეყნად მე ვერ შევიცვლები და არ შევიცვლები, იმიტომ რომ ეს არ იქნება სწორი და არ არის სწორი. ანუ შენ ის უნდა იყო ვინც ხარ და მე უკვე ხო, ის ადამიანები არიან შენთან და შენს გარშემო, ვინც არიან შენი სულის და გულის და გონების. ანუ რა ვიცი, აი ამაზე იმიტომ არ საუბრობდი, ძალიან ბევრი გამსჭიდა ამის გამო, მაგრამ ამაზე მე იმიტომ არ საუბრობდი, რომ ჩემი აზრით ეს ძალიან გასაგებია. ჩემი აზრით. ანუ კვება და საქმის მიღება არის ძალიან პირადი მომენტი. და ნახე,
ახლა როგორ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ ჭამის ყურება, ან არ უყვართ სხვისი ჭამის ყურება და საერთოდ ჭამის ხმები აღიზიანებთ და ასე შემდეგ, მგონია რომ აქვთ პირველ რიგში საკუთარი თავის მიუღებლობა და აქედან გამომდინარე სხვების მიუღებლობა. ანუ ნახე, შენ თუ გაღიზიანებს ის, რომ მაგალითად შენ თვითონ ჭამ და აი შარზე ვიდეო და ისე ჭამე, ხო? და შენ რომ ამას უყვებს, შენ თუ ეს გაგაღიზიანებს, შენ წარმოიდგენ ჩემი როგორ გაგაღიზიანებს, ხო? ანუ შენ რო გქონდეს მიმღებლობა ჩემი, ჯერ უნდა გქონდეს მიმღებლობა შენი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, მე ძალიან მიყვარს ჭამის ხმები. ანუ მე ბავშვობიდან ვიყავი ძალიან უჭმელი ბავშვი, არასოდეს საჭმელს არ ვჭამდი, ანუ საჭმლის ჭამა ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, პურს არ ვჭამდი, ანუ რას ვჭამდი? ყველი, ოღონდ ჩემს ჭამას როგორი ფორმა ჰქონდა, ეს არ იყო საუზმე, საადილი, ვახშე, ეს იყო ერთი ნაჭერი ყველი დილას, ერთი ნაჭერი შუადღისას, ერთი საღამოს, კიდე შეიძლება შუაში ერთი ნაჭერი, აი ასე ვჭამდი. ანუ თან მიმქონდა, ვკითხულობდი, ანუ ჩემი ძვირფასი კომპანიონი მაშინ იყო წიგნი და კითხვის პროცესში თან ჭამდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო ორმაგი სიამოვნება, ეს მე ძალიან მიყვარდა. მე უკვე მე ვჭამდი მაშინ, როცა ვუყურებდი ან ფილმს, ან ჩემს საყვარელ ვლოგერებს, სანამ მე ჯერ კიდე დავიწყებდი ვლოგების გადაღება, ვისაც უყურებდი და ვის უყურებაც მიყვარდა, ანუ მიმქონდა რაღაცა, ჩაი, ყავა, ან საჭმელი რაღაცა და მაგ დროს, დასვენების დროსაც როცა წამოვწვებოდი უბრალოდ და ნახე როგორი გზნობა მქონდა, როცა მქონდა პერიოდი, რომ ვერ ვჭამდი და ვთქვა წონაში ვიკლებდი, რომ ვუყურებდი, რომ სხვა ჭამდა იმ რაღაცას მაგალითად, რასაც მე ვერ ჭამდი, ან უკვე დავამთავრე კვება და კიდე მშია და აი ვერ ჭამდი, ხო? სიამოვნებდა სხვა რო ჭამდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ მე ვჭამდი. გარდა ამისა, ჩვენთან რომ მოდიოდა ვინმე სტუმარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭმელი აი ბოდიში და გულს მირევდა, მიუხედავად მაგისა ძალიან მიყვარდა, რომ სტუმარი მოდიოდა და ყოველთვის მათთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, ზირდად კაცები იყვნენ ხოლმე პაპაჩემთან მოდიოდნენ. დავჯდებოდი ხოლმე, თავიდან მაგდებდნენ, რომ გოგო ხარ და არ შეიძლება, მაგრამ მე მიხვდნენ, რომ აზრი არ ქონდა თავი გამანებეს. იმიტომ რომ ანუ გოგო ბიჭი არ არის ჩემთვის, ეს არის ადამიანი ვარ და მაინტერესებს, იმიტომ რომ ამბებს ყვებოდნენ და მთელი ამბავი და ჭამდნენ, სვავდნენ და აი ვიყავი გაფაცისებული, ესე ვუყურებდი, ვუსმენდი, ვუყურებდი როგორ ჭამენ ადამიანები და იქ ხო იყო, აი მაგალითად იყო პაპაჩემი და იყო კიდე ვიღაცა ადამიანი, რომელიც სტუმრად მოვიდა, ხო და რაღაცა საქმე გააკეთეს და აი გემრიელად ჭამენ სოფელში. და ეხა იქ ხო არ არის აი ეს ეტიკეტები და რაღაცები, ხო? აი ეს მოტეხავს ამ პურს, ჩამოჭრის იმას ჭამს, შეიძლება ის ულვაშზე უსვია თან ხნეშის, მერე სვავს, ანუ მე რო ამ პროცესს უყურებდი, ჩემთვის ეს იყო უზომოდ ულამაზესი პროცესი. პროცესი, რომელიც მე მიყვარდა. ანუ ეს ყველაფერი ჩემში მანამდე იყო, სანამ საერთოდ ჩვენთან ვლოგერობა იარსებებდა. საერთოდ ინტერნეტიც არ იყო მაშინ ჩვენთან. ეს ვამბობ ჩემ ხარმა ბავშვობას 90-იანების შემდგომ. და საჭმელით, აი იმათთან ერთად ვშებოდი ვჭამდი, იმიტომ რომ ისინი ისე გემრიელად ჭამდნენ, ისე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი, აი საუბარი, ურთიერთობა, ამბები, ჭამა, ანუ ისე იყო ერთმანეთში გადახლარსული, ისეთი გემრიელი იყო, ისეთი ლამაზი იყო, რომ აი ხა ვინმეს რო ეთქვა, რომ იმე რა უშნოთ ჭამს, რაღაცა რომ მოეგონებინა ვინმეს, რაც უდია ადამიანიაო, იმიტომ რომ ჭამსო და ჭამაზე საუბრობს, ან რაღაცა ტალახი მოეცხო ამ ადამიანს, ვიფიქრებდი, რომ ერთო ეს რა ბინძური ადამიანი ყოფილა, იმიტომ რომ მე ამაში უდიდეს სილამაზეს ვხედავდი ნამდვილში. არა, ესე მოჩიჩქნულში და აი რომ ამჩნევ, რომ ადამიანი უნდა რომ გემრიელად ჭამო და ვერ ჭამს. აი მაგის ყურება არც რეალში არ შემეძლო არასდროს და არც ვიდეოზე. ანუ ეგრევე ვშავ, აი ეგ არ მიყვარს. ხო, შესაბამისად ეგ მიყვარდა ყოველთვის და კიდევ მაგალითად საჭმელები, რომელიც მე შემიყვარდა, იმიტომ შემიყვარდა, რომ ხედავდი პაპაჩემი ჭამდა. პაპაჩემს რადგან დიაბეტი ჰქონდა, ძალიან ისე დეტალზე მივდივარ და ცოტა ნაზები. მივა, ძაღლი. დიაკ ძაღლი წევს. აი ეს მოდი. ცოტა დააწვე. ანუ ძალიან ისეთები ვინც ხართ ეს თეორიები, ყურები მომართ. რადგან დიაბეტი ჰქონდა, არ ჰქონდა კბილები. არც ერთი კბილი არ ჰქონდა და ჰქონდა ზედა და ქვედა პროტეზი.
ესე იგი რომ ჭამდა ამ პროტეს ხვანაირი ხრაშუნის ხმა, როცა ჭამ რამე ხრაშუნეს მე თო ბიჯექი და უსმენდი რა შევტიროდი რომ ჩემი ჭამივმათ რატო არა გეგეთი ხმა როგორი შემსაძლო მე ამის რატო არ გქონდა ჩემს გირშებოდი მაგ ჭამის ხმებზე და ის საჭმელები რასაც ეგ ჭამდა ძალიან გემრიელად მეც დავიწყე მაგის ჭამა მაგალითად შავი პური იმიტომ მიყვარს რომ პაპა ჩემი ჭამდა და იმ ხედავდი როგორ გემრიელად ჭამდა და მეც მაგასთან ერთად ჭამდი თეთრ ჩემსაში არ გემრიელად არ ჭამდა და ბავშვობიდან მიყვარს შავი პური ამის გამო კიდე ბოლოქს დაჭრიდა ხოლმე ესე კუბიკებად მარილს მოაყრიდა ზეთს მოასხავდა და შავი პური ჭამდა ზამთრის საღამოებში თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის ეს რა დელიკატესი იყო და თან რა გემრიელი იყო მისი თეფშიდან ჭამა იყო ამბობენ ხოლმე ვაიმე იმის თეფშიდან ამის თეფშიდან იმის ხელით იმის ანუ ჩემთვის ეს არ არის საერთოდ აი საზღარი კი არა ჩემთვის არის რაღაც ერთობა რაღაც სასიამოვნო რაღაც ძვირფასი ხო ხდები ხო და ხა თქვენ არაფერს არ დაგიწერეთ მაგრამ იმას ვიძახი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბინძურად ახსენებდა ხოლმე საუბრობდა ამაზე ან იწერებოდა ამაზე შენთან დაკავშირებით რა სხვა ადგილებში ეს ამ თემაზე ხო და რა ვიცი ისო მიკვირდა ხოლმე მე რომ აი ეს რაღაცა მშვენიერი როგორ შეიძლება დაამახინჯო. მე გამოჩნდა მუკბანგები, ანუ მე ხო მაყურებელი ვიყავი თვითონ და გამოჩნდა მე მუკბანგები და მუკბანგებს უყურებდი უდეს სიამოვნებით და თან როგორ მუკბანგებს იცით? ისეც კი არა. დავარცხნილს და დალაგებულს, არამედ აი ეს ინდური მუკბანგი. ხო, რა ხდება? ხო, არ შეიძლება ევასთვის აღრენა. შენ არ იცი, აბა ჩემი ლეკვია. აბა, შემხედე? ევა ჩემი ლეკვია. შენ ლეკვი გეყოლება მე იმას დავუღრენ? ფუ! არ შეიძლება ევასთვის აღრენა. ჰა? გესმის? დედა გაბრაზდეს. ხო. და აი ინდური ისინი ხო იცით როგორ ჭამენ, ანუ ხელით რო იჭმევა ყველაფერი და ესე გემრიელად და რაღაც აი გიჟდები, მაგას და უფრო მეტიც. ძალიან მიყვარან აი რა ვიცი, პრიორიტეტში მყვანან ადამიანები, რომელიც გემრიელად ჭამენ. ესე მგონია რომ ადამიანი, რომელიც გემრიელად ვერ ჭამს, ჩემი მეგობარი ვერ იქნება. და გემრიელად ჭამაში ის იგულისხმება, რომ ამას აკეთებს ბუნებრივად და ისე როგორც აკეთებს სახლში. ხო, ანუ არ ვიცი ხა რამდენად ამომწყურავად ვისაუბრეთ თემაზე, რამდენად გიპასუხეთ, მაგრამ ეს მარტო თქვენ კი არა ზოგადად მინდოდა ამ თემაზე მელაპარაკა. შეიძლება იყოს რაღაცა მომენტები, პაკა. შეიძლება იყოს რაღაცა მომენტები, რომ ხო, მეც შევხედე და რაღაცა შეიძლება არ ჩანდეს ლამაზად, ხო? მაგალითად შოკოლადს როცა ვჭამე, არ მიყვარს შოკოლადის დაღეჭვა, იმიტომ რომ დაღეჭილი შოკოლადი ჩემთვის შოკოლადი არ არის. იმდენად გურმანი ვარ, რომ ვიდეოს ხათრით და გამოც მე ვერ არ დავაპაუზებ მაგ დროს და როცა შოკოლადს ჭამ და წუწნის ლამაზად არ ჩანს ვიდეოში და არც ლამაზად ისმის. მეც შევამჩნიე და ეგეთი მომენტები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მაგ მომენტებს არ ამოვჭრი, იმიტომ რომ მე გაჩვენებთ ჩემს ცხოვრებას ისეც როგორიც არის. სრულიად ნამდვილს, თავისი პლუსით, თავისი მინუსით, თავისი აი ამ შეიძლება უსიამოვნო რაღაც დასანახით ან მოსასმენით, მაგრამ ნამდვილს. და ჩემი მაყურებლისთვის ეს ძვირფასია. ანუ შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც ეს არ მოწონს, მაგრამ იმდენად ესმის ჩემი სული, რომ მაინც ჩემთან არიან და ეს ახალხიც ჩემი მაყურებელია. მაგრამ თუ ეს უფრო იმდენად მიუღებელია რაღაცა ასეთი, რომ ეს უფრო დიდია, ვიდრე ის ვინ ვარ მე და ვინ ხართ თქვენ და ჩვენი ურთიერთობა როგორია, მაშინ ოკეი, მაშინ ეს რამე წავიდეს და ეს ნორმალურია. ანუ წინ ხოლმე როცა ვეუბნები, ანუ ისევ და ისევ პოსტი, კომენტარისათვის არ ვეუბნები, საკმაოდ დილობიანად კარგად არის დაწერილი კომენტარი. ზოგადად ვიძახი, ბევრი ისეთ ბინძურად წერს ხოლმე, რომ იმ წუთშივე ბლოკავ. ანუ შეუძლია ადამიანს, რომ ანუ მე წინით რო ეუბნები, რომ შეიძლება წახვიდე, ხო? რა? აქ არის ბოშნი. სტრელად. ხო და ნუ რეალურად ეგრეა.
თუ ადამიანი არ მოგწონს, უნდა წახვიდე ცხოვრებაში წესია, მეგობრობაში წესია, ურთიერთობაში წესია, რა ვიცი, ყველაფერში ესეა და აქაც ესეა. რაც არ მოგწონს, თავი არ უნდა იტანჯო და სხვაც არ უნდა ტანჯო. და თუ მაგალითად ადამიანი მოგწონს და რაღაცა შეიძლება არ ხო ეგ ნორმალურია ხარდია რა შეიძლება ჩემი რაღაცა შენ არ მოგეწონს შენი რაღაცა მე არ მოგეწონს მაგრამ ეგ არ აფუჭებს ურთიერთობას როდესაც ძირითადი ფასეულობები ემთხვა ბოლოს და ბოლოს გადახვევას არაფერი არ უნდა იმ 1 წუთის და 2 წუთის ხო და ეს კიდე რა ამას კიდე რა უჭირს იცით რა მაკვირვებს ხოლმე მუკბანგის არხზე რო არის ადამიანი არიან ეგეთები ევა დაარჩადე დანებით არის ყველა ვიდეოს ება ფრთხილად ყველა ვიდეოს რო უყურებს და ყველა ვიდეოს ქვეშ რო გიწერს რომ აი რატო ჭამ ნუ ჭამ ასე ნუ ჭამ რატო ჭამ ნუ ჭამ და მუკბანგის არხზე როა და მაინც როა აი თქვათ ნახა იფიქრა ეს რა არისო არ მოეწონა წავიდა ოკეი გასაგებია მაგრამ თან ყველა ვიდეოში იქ როა ყველას უყურებს ყველაზე პირად იცის და თან ყველა კომენტარი ერთი როა მაგათ საერთოდ აღარც პასუხობ ხოლმე მოკლედ ასეთ იყო ჩემი პასუხი ეხლა მე გავიხსენებ ბავშვი წავიდა დასაჯდომად მიყვარხართ გაკოცეთ და დილის ვლოგი ეხლა დაიწყება მეორე ტელეფონში ეს გუშინდელი ვიდეოს დასრულება იქნება მიყვარხართ დღეს დილიდან გეუბნებით ამას